დილამ მშვიდობის გიბრუნებით ეთერში ვაგრძელებთ დილის პალიტრას და როგორც დავაანონსეთ გაცემის მეორე ნაწილში ჩვენ გვყოლებიან სტუმრები, თუმცა ვიდრე სტუმრებამდე გადავალთ, აუცილებლად უნდა თქვათ ის რაც უნდა გვეთქვა პრინციპში წინა საათზე, თუმცა ახლა უფრო ენერგიულად ვართ და ენერგიულად მიულოცავთ დავადების დღეს ჩვენს საყვარელ პროდიუსერს ეკას ალაღაიას, რომელიც საეთეროში იმყოფება და საეთეროდან ალბათ ძალიან ვიღიმის და ბედნიერია. მიულოცვას ნამდვილად ეკა იმ უიშვიათეს ადამიანთან თაგანია, რომელთანაც როგორც პროფესიული კუთხით, ასევე ადამიანურად ძალიან სასიამოვნოა მომდევნო კომუნიკაცია. ნამდვილად ასეა და ვუსურვოთ რომ ყოფილიყოს ყოველთვის ასეთი ენერგიული, ლაღი, ღიმილიანი და ბედნიერი და კიდევ ერთხელ ვულოცავთ მას ამ დაბადების დღეს. ახლა კი შეგვიძლია რომ გადავიდეთ სტუმართან და დაგითმობ შენასპარეს. მოკლედ, ეს არის გადაცემის მეორე ბლოკი, სადაც მაყურებელს უბრუნდებით სტუმართან ერთად. სხვადასხვა სანამ მე სტუმარს წარვადგენ, იქამდე უნდა ითქვას, რომ მე განათლების რუბრიკის ფარგლებში არაერთხელ მისაუბრია არაფორმალური განათლების შესახებ. არაფორმალური განათლება, რომელიც გულისხმობს უკვე ფორმალური ინსტიტუტების, იქნება ეს სკოლა თუ უნივერსიტეტი, მის მიღმა სწავლების ფორმას. ისწორედ არაფორმალურ განათლებას ეხება მოხალისეობრივი საქმიანობაც, რომელიც გულისხმობს უანგაროდ სიკეთის კეთებას, ხო? თუმცა აქ ამ ყველაფრის ამ იდეის მიღმა უფრო მეტი არის ჩადებული, იმიტომ რომ ადამიანი ივითარებს სხვადასხვა უნარს, იქნება ეს ესე ვთქვათ კრიტიკული აზროვნების უნარი, იქნება ეს ემპათიის უნარი, ლიდერობის უნარი და ასე შემდეგ. მოკლედ, მოხალისეობრივ საქმიანობაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენს სტუმართან ერთად. პროექტ მესტუმრეს მენეჯერი ელენე ბირაძე იმყოფება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. მოკლედ, როგორც ვიცით, ეს პროექტი რამდენიმე წელია რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და არაერთმა ადამიანმა უკვე იცის თქვენ შესახებ. თუმცა ჩვენს მაყურებელს კიდევ განვუმარტოთ, მათ ვინც არ იცის თქვენ შესახებ, რა პროექტებს ახორციელებთ და ვინ არის ამ პროექტების მთავარი სეგმენტი. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და გიერთდებით მილოცვებში, ულოცავ თქვენს თანამშრომელს. პროექტი მესტუმრე ხორციელდება 2019 წლიდან და ახორციელებს ორგანიზაცია MAC Georgia, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში 2008 წლიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მხარდამჭერი პროექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი მხარდამჭერი პირების და ასე ვთქვათ სპეციალისტების, ვინც ამ სფეროში მუშაობს. მესტუმრე ცოტათი განსხვავებულია იმ ძირითადი საქმიანობის, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. იდეა დაიბადა 2019 წელს, როდესაც ჩვენ სტუმრობდით ჩვენს ერთ-ერთ მოხალისეს ინგლისიდან, რომელმაც გაგვიზიარა მისი პრაქტიკა მოხალისეობის და გაგვიჩნდა იდეა ჩვენს რომ მსგავსი კარგი გამოცდილება გადმოგვეტანა ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მოხალისეები ხანდაზმულებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, კონკრეტულად ინგლისის მაგალითზე ეს ხდებოდა სახლებში, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ, სტუმრობდნენ კვირაში ერთი დღე, ერთი საათით. ჩვენს კულტურაზე, ჩვენს ქვეყანაზე ცოტათი შევცვალეთ ეს მიმართულება და პირველ რიგში დავიწყეთ სტუმრობები ხანდაზმულთა სახლებში და იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ თავშესაფრებში. და ხანდაზმულებთან მქონდა შეხვედრები, საუბრები, რა სჭირდებოდათ ყველაზე მეტად, რას ისურვებდნენ ჩვენგან, რითი შეგვეძლო ჩვენ მათი მხარდაჭერა და არ გაგიკვირდებათ ალბათ რომ უმეტესი მათგანი და ყველა ამბობდა რომ აი ეს გვინდა, ურთიერთობა გვინდა, ადამიანები გვინდა რომ მოხვიდეთ და ყველა შეხვედრის შემდეგ კიდევ ხომ მოხვალთ, როდის მოხვალთ და აი ამ შეკითხვებიდან ზუსტად მივხვდით რომ სწორი მიმართულებით მივდიოდით და დავიწყეთ მაშინ მხოლოდ ერთი ხანდაზმულთა სახლით და 10 მოხალისით და დღეს უკვე 120-ზე მეტი მოხალისე გვყავს თბილისის მასშტაბით 10 ხანდაზმულთა სახლია ჩართული. შემოვიერთეთ მცხეთის, გორის, ზუგდიდის და ანასეულის, ოზურგეთის ხანდაზმულთა სახლები. გავცდით საქართველოს ფარგლებსაც, მოხალისეები გვერდდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან ასევე და გავერთიანდით ყველანი იმ მიზნით, რომ მივცეთ ხანდაზმულებს აი ამ სოციალური ინტერაქციის, სტაბილური სოციალური ინტერაქციის და სასიამოვნო აქტივობით დაკავების შესაძლებლობა. საერთოდ ყველა მოხუცი არის ძალიან კარგი ძველი წიგნივით, რადგანაც ბევრი საინტერესო ამბავი შეუძლიათ რომ შემოგვინახონ ჩვენ და მათთან ურთიერთობაც ესე რომ ვთქვათ, არა მხოლოდ მათთვის, არამედ უშუალოდ ახალგაზრდებისთვისაც გარკვეულწილად თერაპიული დანიშნულებისაა. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ, ძალიან მიყვარს მოხუცებთან ურთიერთობა. აი მე რომ მომინდეს ახლა თქვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება, ბჭყალებში
სისტემაში გაწევრიანება ალბათ, რადგანაც მოხალისეობრივია ეს საქმე. რა ნაბიჯები უნდა გადავდგა, სად უნდა მოვიდე, ვის უნდა ვკითხო და რა სირთულეებს ან შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ბარიერებს უკავშირდება ეს საქმე. გეტყოდით რომ გაგიმართლათ, იმიტომ რომ სწორედ ეხლა ვართ ახალი მოხალისეების ნაკადის შერჩევის ეტაპზე. გამოცხადებული გვაქვს განაცხადი ჩვენს Facebook, TikTok, Instagram გვერდზე შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნახოს განაცხადი და შეავსოს. სირთულეს არ წარმოადგენს არაფერი გარდა იმისა, რომ ჩვენ სანამ უშუალოდ მოხალისეობას დავიწყებთ, გვაქვს ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გულისხმობს 7 განსხვავებული ტრენინგის მიწოდებას ჩვენი ოკუპაციური თერაპევტებისა და ფსიქოლოგების მიერ. რადგან დამეთანხმებით, რომ ერთია ზოგადად გინდოდეს მოხალისეობა და მეორეა არ იცოდე ამის თავს. დიახ, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ მოხალისეობა არ არის მხოლოდ როდესაც საქმე ეხება გრძელვადიან მოხალისეობრივ პროგრამას თან ხანდაზმულებთან კომუნიკაციას. ბევრი საკითხია, რაც უნდა ვიცოდეთ, გავითვალისწინოთ, რომ ეფექტური იყოს როგორც ხანდაზმულისთვის, ისევე ჩვენთვის. ერთადერთი აი ეს შეგვიძლია. დიახ, ახლა თქვენ საუბრობდით გარკვეულ სპეციფიკაზე, აი რომ გითხრათ, როგორ ხდება ამ მოხალისეების შერჩევა და გადამზადება, იმიტომ რომ მარტივი არ არის ხანდაზმულებთან ურთიერთობა, ხო? ამას სჭირდება გარკვეული სწავლება, სჭირდება გათვალისწინება მათი დიაგნოზის თუნდაც, მათი ასაკობრივი კატეგორიის. აი ამ ხრივ, ასე ვთქვათ, როგორ ხდება გადამზადება? კი ბატონო, სწორედ ჩვენ როდესაც დავიწყეთ პროექტი, გვქონდა მხოლოდ 3 ტრენინგი, რომელიც თავიდან ჩავთვალეთ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც არის ეფექტური კომუნიკაცია, ასაკობრივი მახასიათებლები და ზოგადად ქვეყანაში არსებული გამოწვევები და სიტუაცია. რაც უფრო პროექტი გაიზარდა და დავინახეთ საჭიროებები უშუალოდ მოხალისეების მხრიდან და ხანდაზმულთა სახლებთან თანამშრომლობით, ჩვენი ტრენინგების რაოდენობაც გაიზარდა. მოხალისეების შერჩევის პროცესში ჩვენ ვითვალისწინებთ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მათი мотиваცია და სურვილი და ასევე დრო, რომ გამონახონ დრო იმისთვის, რომ ეს მოსამზადებელი პერიოდი წარმატებით გაიარო. შემდეგ უკვე ჩვენ იმდენად ინტენსიურ ტრენინგებს ვაწვდით და შემდეგ ასევე უშუალოდ პროექტის განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს ჩვენს კოორდინატორებთან, უკავშირის ფორმებს აგზავნენ, იმდენად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში, რომ აი ის რაც თქვენ ახსენეთ, ხო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევა არის სხვადასხვა ასაკობრივი მახასიათებლები და მდგომარეობებიდან გამომდინარე და ჩვენი სპეციალისტების მხარდაჭერით მოკლედ გავდივართ ასე ფონს. დიახ, мотиваცია და ბუნებრივია мотиваცია ჭირდება ამას და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა ეს საქმე და იმისთვის რომ ამ საქმეს კარგად და ხარისხიანად შევეჭიდოთ, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგები, რაზეც თქვენი საუბრეთ. რამდენად შეთავსებადია დროის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, რომ დაუშვათ მე მაქვს სამსახური სტანდარტულად მუშაობს სამსახურებრივ საათებში და მინდა რომ პარალელურად აი დაუშვათ მივიღო მონაწილეობა ამ ძალიან დიდებულ საქმეში. რამდენად მოახერხებ რომ ერთი მხრივ შევათავსო ეს საათები ტრენინგებს და ასევე შეუთავსო უშუალოდ უკვე მომავალ საქმიანობას, რასაც ეხება უკვე მოხალისეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ეს ყველაფერი, რომ დღევანდელ დღეში და რეალობაში ძალიან რთულია ესენი დროის გამონახვა და ყველანაირად მაქსიმალურად მორგებულ განრიგს და გრაფიკს თავაზობთ მოხალისეებს და სხვადასხვა ფორმატს, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ ფორმატებს ამ ტრენინგისას და ყველანაირად უჭერთ მხარს, მას შემდეგ რაც თვითონ მოხალისე მოგმართავს და გვეტყვის, რომ მაგალითად ეს გამოწვევები მაქვს დროის მხრივ, ეს ამის დათმობა შემიძლია, ხოლო უშუალოდ სტუმრობებს რაც შეეხება, კვირაში 1 დღე, 1 საათია დღეს და დროსაც თვითონ მოხალისი არჩევს, რაც ასევე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არის, რომ მოერგოს თქვენ განრიგს და ასევე ჩვენ გვაქვს ონლაინ მოხალისეობის შესაძლებლობაც, რაც აძლევს ასევე მოხალისეებს შესაძლებლობას, რომ დროითი რეჟიმიდან გამომდინარე ონლაინ გააკეთოს ეს საქმე. დიახ, ელენე, აუცილებლად გკითხოთ ასევე თქვენ საომალო გეგმებზე. ამიერიდან როგორც თქვენი გულშემატკივარი, ასევე საინტერესო იქნება რა გეგმები გაქვთ, თქვით რომ ახლა გეგმავთ გაფართოებასთან ახალ ნაკადზელოდებით მოხალისეებისა, ეს ნაკადები რა პერიოდულობით ივსება, ესეც რომ გითხრათ და ასევე ზოგადად თქვენი საომალო გეგმები რას უკავშირდება. და რეგიონის დაფარვა რამდენად ხდება, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ რატომღაც პრივილეგირებულები არიან ძირითადად უფრო თბილისში და რეგიონში უფრო დაჩაგრულები, ამიტომაც აი ამის შესახებაც რომ გითხრათ მოგოწოდოთ. კი ბატონო, ხანდაზმულთა სახლებთან მიმართებაში რეგიონული დაფარვა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ რეგიონში წავიდეთ, სადაც არის ხანდაზმულთა სახლები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არიცით, ბევრ რეგიონში ეს
შესაძლებლობაც არ არის ამ სერვისის, მაგრამ ეხლა გვაქვს ასე ვთქვათ კონტაქტები, საიდანაც თვითონ სურვილი აქვს ასევე ხანდაზმულთა სახლებში ჩაერთოთ და ვცდილობთ რომ გავფართოვდეთ. ჩვენი სამომავლო გეგმა რა თქმა უნდა მოხალისეთა რაოდენობის ზრდა, ასევე ჩვენი მიზანი არის რომ გავიდეს, გასცდეს ხანდაზმულებს ჩვენი პროექტის მახასიათებლები და წელს პირველად ჩავერთეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში მოხალისეებად და გვინდა რომ პროექტმა შეიძინოს უკვე სხვა დამატებითი მიმართულებები და ვესტუმროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ელენე, თქვენ პროექტს აქვს რამდენიმე წლიანი ისტორია, ხო? და არაერთ პროექტს, ორგანიზაციას, უფრო სწორედ და ეს ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს. ამ წლების განმავლობაში რომ გაიხსენოთ რამე ისტორია, რომელიც ესე ვთქვათ, თქვენთვის განსაკუთრებულია. კი ბატონო, ჩვენთვის უშუალოდ მესტუმრედან გამომდინარე, ალბათ თითოეული, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თითოეული ხანდაზმული არის საგანძური და მოსიარულე ისტორია შეიძლება ითქვას და წიგნი, რომელსაც გადაშლი და ესე წაიკითხავ. და თითოეული ეს ისტორია არის ძალიან ემოციური, შეიძლება დადებითი კუთხითაც შევხედოთ და სხვადასხვა გამოწვევებით სავსე მთელი ეს ისტორია მათი და გავიხსენებდი ალბათ თვითონ უშუალოდ მოხალისეების და ხანდაზმულების ურთიერთობას, რაც არის ამოსავალი წერტილი და როგორ იკურება ხოლმე ეს კავშირი მათ შორის, რას ქმნიან მე ერთობლივად, მაგალითად ონლაინ მოხალისეობის პერიოდში ერთი ხანდაზმული, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობდა, თბილისში იყო დაბადებული, გაზრდილი და არ ჰქონდა შესაძლებლობა დიდი ხნის განმავლობაში თბილისი ენახა. და ჩვენი მოხალისეები ყოველ ჩართვაზე სხვადასხვა ქუჩაზე მიდიოდნენ, სადაც ეს ხანდაზმული თხოვდა და ათვალიერებინებდა ქალაქს და აჩვენებდა, ასე ვთქვათ, ეხლა როგორ გამოიყურება ქალაქი და მისთვის ეს იყო, ასე ვთქვათ, არ ვიცი რა, საოცრება და საოცარი განცდა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე ჩვენმა მოხალისეებმა დაწერეს წიგნი ხანდაზმულებთან ერთად, რომელიც საოცარ ისტორიებს აღწერს და ჩვენი ერთ-ერთი ხანდაზმული ასევე თვითონვე წერს დღიურს, სადაც აი ამ ყოველდღიურობას, მოხალისეებთან ურთიერთობას ასახავს და აი ესეთი ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან სასიამოვნო და თან ემოციური ისტორიებით ვართ სავსე ყოველდღე. ისტორიები ნამდვილად არ მოგაკლდება, თუ კი მოხუცებთან ხშირად გექნება კომუნიკაცია, მიბაბუა ჩემი გამახსენდა, რომელიც 90 წლის არის უკვე წელს, 91-ში გადავიდა, ხო და კი გვიყვარს ისტორიის წიგნების კითხვა და სხვადასხვა ლიტერატურას ვეცნობით. თუმცა პირველ წყაროსგან როდესაც იღებ საინტერესო ამბებზე ინფორმაციას, წარმოუდგენელია, ახლა ვინმე შეხვდე და მოგიყვეს მეორე მსოფლიო ომის დროს რა მდგომარეობა იყო ზემო სვანეთში. ხო, ფიზიკურად შეიძლება ვერ ნახო ადამიანი, თუმცა აი ამ ხნის კაც შეუძლია გაიხსენოს თავისი ბავშვობა, მაშინ პატარა ბავშვი იყო და მიყვებოდა რაღაც საინტერესო ამბებს და ამიტომაც მგონია რომ მოხუცებთან ურთიერთობა არა მხოლოდ ემოციურად მნიშვნელოვანია ორივესთვის, ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ინფორმატიული თვალსაზრისით, იმდენად საინტერესო ამბები შეიძლება გაიგო მათგან, რაც შეიძლება წიგნებში ფაქტობრივად ცოცხალი მემატიანეები არის. კი, ნამდვილად ასეა. ისევ მოხალისეებზე კითხავთ ბოლოსკენ რომ წავიდეთ, რომ შევაჯამოთ. ძირითადად რა პროფესიის ადამიანები არიან, რა ასაკობრივი კატეგორიის და ვისგან არის უფრო მეტად დაინტერესება და პირიქით ვინ არის ნაკლებად წარმოდგენილი პროფესიული თვალსაზრისით თქვენს მოხალისეებს შორის. ჩვენ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა 17 წელი და ზემოთ უკვე შეზღუდვა არ არის. თავიდან დასაწყისში ძირითადად დაინტერესება მომდიოდა ფსიქოლოგებისგან, მათი პროფესიიდან გამომდინარე და უმეტესად სტუდენტები იყვნენ ჩართული და დღეობით უკვე ვერ ვიტყვით საბედნიეროდ და ვერ გამოვყოფ ესე ცალსახად ერთ პროფესიას და ასაკობრივ კატეგორიას, ვინც არის ჩართული პროექტში, ყავს მარუცი ინჟინრებიც, ექიმებიც, პედაგოგებიც და სხვადასხვა პროფესიის მქონე პირებიც. ერთადერთი გამოწვევა, რაც შეიძლება ასე ვთქვათ აღვნიშნოთ, არის გენდერული დისბალანსი. ყველაზე ნაკლებად ჩვენს პროექტში ჩართულები არიან მამრობითი სქესის წარმომადგენლები, რასაც ვისურვებდით, რომ სხვათა შორის პროექტის სეზონებით ყველაზე მეტი მამაკაცი ახლა ამ სეზონში
გვყავდა რაღაცა იზრდება ტენდენცია, თუმცა როცა გვყავს 120 მოხალისე, მაგალითად აქედან 10 შეიძლება იყოს მხოლოდ მამაკაცი, რაც ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი გამოსასწორებელი საკითხია. ასევე არ მინდა გამომრჩეს ერთი კითხვა, მოკლედ ევროპაში ეს მოხალისეობრივი თემა ძალიან აპრობირებული თემა არის. აი რომ გითხრათ, საჭიროებები განსხვავდება თუ არა ხანდაზმულების თან მიმართებაში, ბუნებრივია რომ განსხვავდება, მაგრამ უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ჩვენთვის, ანუ ევროპული და ქართული რეალობა რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და რა შეგვიძლია რომ ევროპულიდან გადმოვიტანოთ ქართულ რეალობაში. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ალბათ ჯერ ხანდაზმულთა სფეროდან გამომდინარე ვისაუბრებდი ამ განსხვავებებზე. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირე სერვისები არსებობს ხანდაზმულებისთვის და ეს სერვისებიც საჭიროებს განვითარებას. ხანდაზმულთა სახლებში, სადაც ჩვენ ახლა თანამშრომლობთ, ხომ არ ასე ვთქვათ სტანდარტები, სადაც გაწერილი იქნება აი აქტივობები, რომელი სპეციალისტი უნდა იყოს დასაქმებული, რას უნდა აკეთებდნენ დღის განმავლობაში, ხო, მსგავსი ტიპის სერვისების ნაკლებობას განვიცდით ძალიან. რაც გავლენას ახდენს აი ამ ყველა, ასე ვთქვათ, ასპექტში თვითონ ხანდაზმულის ყოველდღიურობაზე. და ეს რაც უფრო მეტად პასიურია ხანდაზმული და ზოგადად ადამიანი, რა თქმა უნდა, მით უფრო მეტად იწვევს სხვადასხვა მდგომარეობების გართულებას, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სოციალურ ჩაკეტილობას და ამით განსხვავდებით ძალიან ევროპის ქვეყნის გამოცდილებიდან, სადაც ხანდაზმულებისთვის არსებობს ძალიან ბევრი აქტივობა, სერვისი, მათ შეუძლიათ ჩაერთონ უამრავ სხვადასხვა ღონისძიებებში და ჩვენთან სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. და სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტის გამოცდილება და ფარგლებში ვცდილობთ, რომ აი ეს შესაძლებლობები მივცეთ მათ, რომ მინიმუმ ჩვენი ჩართულობით მაინც ქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა აქტივობით დაკავება დღის განმავლობაში. მოხალისეობრივ გამოწვევებს რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაშიც, მოხალისეობის მიმართულებითაც გვაქვს სირთულეები და ჩვენ ვცდილობთ ჩვენი პროექტით, რომ ეს წარმატებული მოხალისეობრივი გამოცდილების შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს და ზოგადად საზოგადოებას. ვცდილობთ დავამკვიდროთ ის კულტურა, რომ მოხალისეობრივი საათების დაგროვება შენ როგორც სტუდენტს თუნდაც გეხმარება იმაში, რომ მიიღო სხვადასხვა დაფინანსება საზღვარგარეთ, ან კარგ ადგილას დასაქმების შესაძლებლობა, გარდა იმ პიროვნული და შინაგანი მოტივაციების და სრულების დაკმაყოფილების. ეს ხოთშერის ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საგანმანათლებლო სივრცეში, რამდენად ხარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში და მიხარია, რომ საქართველოშიც ეს პრაქტიკა ინერგება და დღითი დღე უფრო უკეთესი და უკეთესი შედეგები გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის და თქვენი საქმიანობისთვის. მოკლედ ჩვენი სტუმარი იყო, მაყურებელს შევახსენებ, პროექტ მესტუმრეს მენეჯერი ელენე ბერაძე. მადლობა კიდევ ერთხელ დათმობილი დროისთვის.